რადიკალური ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია და სწორედ ამის გამო ისინი საკუთარი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ. ასეთია პრემიერის შეფასება. რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციაში, დეტალებს მეგინ არსავიძე მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. რადიკალების ყველა ფლანგი ერთმანეთის პარალელურად წვალობს. ნაწილს რესურსი კანდიდატების ასარჩევად არ იყო, სხვების ფანტაზია კი დესტრუქციას ვერ გასცდა. ლელოს და გახარიას პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატების სახელმწიფო გუნდისთვის ოპოზიციის სისუსტეზე მიუთითებს. იმ დროს, როცა მმართველი პარტია ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება, სულ უფრო უიმედო ხდება ხელისუფლების ოპონენტების მდგომარეობა. ვიდრე ხაზარაძისა და გახარიას გუნდები არჩევნებში მონაწილეობენ დავალების შესრულებას ცდილობენ, ირკვევა, რომ ნაცმოძრაობაში ისევ ძველი გაკვეთილები ტარდება, ანუ მათი სცენარი ისევ ქუჩას უკავშირდება. დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მომხრე მოქალაქე უნდა გავიდეს საღამოს 8 საათზე ქუჩაში და უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ აქ რაც ჩაატარეს, ეს არჩევნები არ იყო, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია და ლეგიტიმაცია არის ქუჩა. ეს ყველაფერი აჩვენებს არათანმიმდევრულობას, ჯერ ამბობენ ერთს, მერე აკეთებენ მეორეს, ეს არის რა თქმა უნდა სისუსტის შედეგი. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და სწორედ ამის გამო საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს ამბობენ, ხან მესამეს აკეთებენ. თქვენ ხედავთ, რომ დღეს რაც ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი. ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები. მოლოდის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 64 მერი, 64 საკრებულო, ეს არის ჩვენი მკაფიო მიზანი. თბილისში პირველივე ტურში მოგება და მინიმუმ 38 წევრი 50-დან თბილისის საკრებულოში. მიზანთან ვარ ძალიან ახლოს, ისე ვითარდება პროცესები, რომ შეიძლება გადაჭარბებითაც შევასრულოთ ეს მიზანი. 64 ნაწილში ვერ დავაჭარბებთ, თუმცა თბილისში შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი მანდატი მივიღოთ. გამახსენდა ოლიმპიური პრინციპი, რომ თავარია მონაწილეობა. ისინი მონაწილეობენ მონაწილეობისთვის, ქართული ოცნება მონაწილეობს გამარჯვებისთვის. მათ ოპოზიციას ყავს მონაწილეები, ქართულ ოცნებას ყავს გამარჯვებულები და ჩემპიონები, მათ შორის თბილისში კახკალაძის ხელმძღვანელობით. წინასწარვე ამ კანდიდატებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უბრალოდ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ქართული ოცნება კი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში. ის განცხადები, რაც ჩვენ გვესმის მათი საერთაშორისო მფარველების მხრიდან, სწორედ ამას ემსახურება, რომ მაქსიმალურად დისკრედიტაცია მოხდეს საარჩევნო პროცესის იმგვარად, რომ 5 ოქტომბერი როგორც გათენდება, როგორც თავის დროზე გათენდა 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, დაიწყონ ისევ ის მარაზმი, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა პერიოდში. ჯერ არ დაუწყიათ საარჩევნო კამპანია რადიკალებს და უკვე წააგეს არჩევნები საქართველოს. შეგვიძლია ვთქვათ, ეს ერთი კანდიდატი, რომელზედაც შეთანხმდნენ, ნიშნავს, რომ არანაირი საშუალება და არანაირი კანდიდატების არჩევანი მათ საერთოდ არ გააჩნდათ. ის რომ რადიკალები, ეს ორი რადიკალების კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს ორი ფრთა საზოგადოებას ატყუებს, უკვე მერამდენედ დადასტურდა. ერთი თაღლითების პარტია, მეორე გაქცეული ყოფილი პრემიერის პარტია. გახარიას პარტიამ და ლელომ მოქალაქეებს თბილისის მერობის კანდიდატის სახით ტყუილი შესთავაზეს. ამბობდნენ, რომ მათი კანდიდატი იქნებოდა ნეიტრალური და უპარტიო. საბოლოოდ ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს. მადლობა, პირდაპირ ეთერში მეგინ არსავიძე საუბრობდა.